საზოგადოებას, რომელსაც აქვს ღრმა რელიგიური განცდა, იქ არ შეიძლება რომ ემპათია არ არსებობდეს და იქ არ შეიძლება რომ სხვა პიროვნება და ადამიანი არ განიხილებოდეს როგორც აი ცოცხალი ტაძარი, ხო, იგივე სახარებაშიც ან ახალ აღთქმაშიც მრავალგზის არის ნათქვამი, რომ მთლიანად ადამიანი ღმერთის ტაძარია, მარტო თავის სულიერ დონეზე კი არა, შენი სხეული ღვთის ტაძარია. და აი ადამიანები ხშირად ვაკვირდებით, ხო, როცა მოძრაობენ, თქვათ ეკლესიაში ჩაულიან და ასე შემდეგ, შენ ხო პირჯვარს იწერ, ხო? და ეს ტაძარი არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის, ყველაზე დიდი ტაძარი ღმერთის და მისი შემოქმედების მწვერვალი ადამიანია, ასე რომ ვთქვათ. და შენი რელიგიურობა და შენი რწმენა უნდა მჟღავნდებოდეს ასევე სხვა ადამიანების ღრმა სიყვარულში და ღრმა პატივისცემაში. ეგ ცარიელი სიტყვებიც არ არის და ამას თავის მხრივ სხვა ადამიანებით კი არ იწყებ. როდესაც შენ სხვისდამი ემპათიური ხარ, ეს სათავეში იმასაც გულისხმობს, რომ შენი თავიც გიყვარს და შენი თავის მიმართაც იქნები ემპათიური. მე ვიტყოდი უფრო მეტად, რომ უფრო დიდი დრო არის უფრო მეტი შინაგანობის, რომ რაღაცეები იყოს არა მხოლოდ სიტყვიერ დონეზე და არა ფასადური, არამედ რაღაცა ღრმა შინაარსით გაივსოს და ამასთან დაკავშირებით, რადგან ახლა რელიგიაში შემოვიტანეთ, აი მე ვახსენებთ იოანე სახარების პირველივე ის არის ასე ვთქვათ, პირველივე ხაზები ან პირველივე სიტყვები, რომ ამბობენ, რომ დასაბამად იყოს სიტყვა, ახლა ეს ძალიან ცნობილია, ბერძნულად ასე ჟღერს, ენარხე ენ ჰო ლოგოს. და ის ლოგოსი, რაზეც სახარებაში არის საუბარი, არ არის მხოლოდ გარეგნული ლოგოსი, არ არის გარეგანის სიტყვა, არამედ იგი ისეთი სიტყვა, რომელსაც აქვს თავისი ღრმა შინაგანი ძალა. და მე აი სხვა ახლა შუა საუკუნეების და შემდგომი დროის მთარგმნელები ფიქრობდნენ, რომ ეს როგორ უნდა გადმოვიტანოთ ეს სიტყვა ჩვენს ენაში და ერთ-ერთი თარგმანის ვარიანტი იყო გოეთეც ამბობდა, რომ ეს ისეთი სიტყვა, რომელიც არის ქმედება. ანუ სიტყვა ცარიელი სიტყვა კი არა, სიტყვა, რომელიც არის ცოცხალი სიტყვა, სიტყვა, რომელიც მოდის შიგნიდან და სიტყვა, რომელიც ემთხვევა ცოცხალ ქმედებას. და მე ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ რისი საჭიროებაც არის, არა ბრტყელი და ცარიელი სიტყვის, არამედ შიგნიდან წამოსული სიტყვის, გამბედავის სიტყვის, რომელიც იქნება სავსე ამ ქმედითი ენერგიით.